პროექტი მწვანე ნარგავების დარგვა დაფინანსდა თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ. შედეგად შეძენილი იქნა 35 ძირი გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზისა და 3 ცალი ცაცხვის ნერგი. ნერგები გადანაწილდა და დაერგა თელავის მეორე და მერვე საჯარო სკოლაში, ასევე თელავის მეექვსე ბაგა ბაღში. შპსეკო მარიმ თელავის მეორე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს საჩუქრად გადასცა 9 ცალი ნერგი, რომელიც კლუბის წევრების მიერ დარგულ იქნა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე ბატონმა კახაბერ-სოფიტაშვილმა ჩაატარეს სემინარი და გამართა დისკუსია ადგილობრივი გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. სემინარზე მოწვეულები იყვნენ ბავშვები თელავის ყველა საჯარო სკოლიდან. ასევე პროექტის ფარგლებში ჩატარდა თანატოლ-განმანათლებელთა ტრენინგი თემაზე გარემოს დაბინძურება. ჩატარებული აქტივობების შედეგად ბავშვებმა ისწავლეს ახლად დარგული ნერგის მოვლა და გამწვანების ობიექტების ნერგის დარგვა და გამწვანების ობიექტების მოვლა. მათ გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ყოველივე აქტივობების შედეგად, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა და მის გამწვანებაზე ზრუნვა. გარემოს დაცვითი საკითხების პოპულარიზაციის მიზნით დაიგეგმა ღონისძიება, კერძოდ გამოცხადდა ესეების კონკურსი თელავის საჯარო სკოლის მე-19 კლასის მოსწავლეებს შორის თემაზე როგორ გადავარჩინოთ ეკოსისტემა. მოხდა ესეების შერჩევა და უახლოეს პერიოდში გაიმართება გამარჯვებულ ესეს ავტორთა დაჯილდოება. პროექტის ფარგლებში თანამშრომლობისათვის მადლობას ვუხდით თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრს, ბუნების მოყვარულთა საზოგადოებას და მის თავმჯდომარეს ბატონ კახაბერ-სოფიტაშვილს. ასევე თანამშრომლობისათვის მადლობას ვუხდით თელავის მერვე, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლას, ასევე თელავის მეექვსე ბაგა ბაღს. თელავის მერვე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ჩაერთო გამწვანების აქციაში ჩვენი მწვანე გარემო, რომლის ინიციატორი იყო თელავის ნომერ მეორე საჯარო სკოლა. გადმოგვცეს ჩვენ ნერგები, ეს ნერგები ჩვენ დავგეთ ჩვენი სკოლის ეზოში და ამ აქციაში, ამ ნერგების დარგვაში მონაწილეობა მიიღო სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა. ასეთ აქციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ბავშვები ეჩვევიან შრომას პირველ რიგში. მეორე ის რომ ბავშვები ეჩვევიან ზრუნავენ თავის სკოლაზე, სკოლის სისუფთავეზე, რომ იყოს სკოლა ლამაზი გარემო გქონდეს და ბავშვები ზრუნავენ. პროექტის ფარგლებში მწვანე ნარგავების დარგვა თელავის მეექვსე ბაგა ბაღში დაირგა 10 ბზა. ეს იყო დეკემბრის თვეში. და ცაცხვის ერთი ნერგი. დაირგა. აღნიშნული პროექტში ჩვენი ჩართვა მოხდა თელავის მეორე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეუღლის მაია სუმბაძის მიერ ინიციატივით. და დარგვის პროცესში ასევე მონაწილეობა მიიღეთ ჩვენ ბაგა-ბაღის აღსაზრდელებთან ერთად, თანამშრომლებთან ერთად. და ასეთ ყოველ იმას მივესალმებით ასეთ ინიციატივებს და ასეთ პროექტებს. თქვენი აზრით, რისთვისაა მნიშვნელოვანი ასეთი აქტივობები? ესეთი აქტივობები მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის თუნდაც სუფთა ჰაერისთვის. ბაღში მით უმეტეს, ბაგა-ბაღის ეზოში ბავშვები გაყავს გარეთ, თამაშობენ. როგორ არ არის მწვანე ნარგავები საჭიროა ყველგან ბუნებისთვის, ყველაფერი რა ვიცი. იხილეს ნარგავებმა ნაწილი შევინახეთ, რომ მე თოვლი მოვიდა და მაგასთან დაკავშირებით აქ სასათბურე პირობებში ვინახავთ და ეხლა ცოტა რომ გავუწევ და დავკავთ იმეებსაც. ნაწილი დავგეთ, ნაწილი შენახული გვაქვს თავისივე მიწით. და იმასაც გავიტანთ. მომავალში თუ ჩაერთვებოდით ამ რა თქმა უნდა, მივესალმები ესეთ ინიციატივებს და პროგრამებს. კი, სასურველიც არის, რომ ბაგა-ბაღის ეზოში იყოს მწვანე ნარგავები. გარკვეული პერიოდის წინ მეორე საჯარო სკოლამ მიემიწვია რათა ჩამეტარებინა სემინარი გარემოს დაცვის საკითხებზე სკოლის მოსწავლეებისთვის. ძირითადი აქცენტი იყო აკეთებული გამწვანების საკითხებზე და ნარგავების ბავლის საკითხებზე ასევე ვისაუბრეთ დასუფთავების საკითხებზე, ნარჩენების მართვის თემატიკაზე
და ასევე ადამიანის უფლებებზე გარემოს დაცვის სფეროში. გარდა მეორე სკოლის ბავშვებისა იყვნენ როგორც მიმახსოვს მე-9 სკოლის და კიდევ სხვა სკოლის ბავშვებიც იყვნენ, ახლობით 40-მდე ბავშვი ესწრებოდა და ასევე სკოლის პედაგოგები. საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში ჩვენ ამ სემინარმა, მათ დამისვეს გარკვეული კითხვები და ეს კითხვები ძირითადად ეხებოდა უშუალოდ მათ რა შეუძლიათ რომ გააკეთონ ადგილობრივი გარემოს ასაცავად. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში მიიღეს პასუხი. რისთვის აღნიშნულოვანი ასეთი ტიპის პროგრამები? პირველ რიგში იმისთვის, რომ ზოგადად თელავში გარემოს დაცვითი აქტივობები იყოს რაც შეიძლება უფრო მეტი. გარემოს დაცვითი აქტივობა არ არის მარტო დასუფთავება და თქვა ხეების დაღვა, სემინარიც გარემოს დაცვითი თემაზე საუბარიც გარემოს დაცვითი აქტივობაა, რაც ადამიანებს აძლევს უფრო მეტ ინფორმაციას გარემოს დაცვის საკითხების შესახებ, ნებისმიერი მიმართულებით.